მოგესალმებით, ერთ ადამიანს მინდა პასუხი გავცე, რომელმაც გაურკვეველი მას სახელიც არ უწერია YouTube-ზე, usახელოდ მწერს, მაგრამ ისეთი კომენტარიც არ არის, მაგრამ რაც არის, მოკლედ, ისეთ რაღაცას მწერს, რომ კარგი იქნება, რომ პასუხი გავცე ამ ადამიანს, განახებთ ახლა რა მომწერა მან YouTube-ზე, ჩემს ერთ-ერთ ვიდეოზე და შემდგომ დაელოდეთ პასუხსაც. ეს ისეთი რამ არის, რაც ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. აი ახლა რასაც განახებთ. მოდით აბა წავიკითხავ ჯერ ამ მონაწერს და შემდგომ პასუხსაც გავცემ. აი აგერ ჩემს ერთ-ერთ ვიდეოზე ერთმა ადამიანმა აი ასეთი რამ მომწერა. აი ეს სები რო აწერია, ეს ინგლისური სები, ლათინური ეს. შენ რომ მართალი კაცი იყოვო, თეოლოგსაც დაუმტკიცებდი შენს სიმართლესო. დააკვირდით ახლა ამას. რას ამწერს ეს ადამიანი? სახელიც ხო არ უწერია. სახელითაც არ ამწერს, ვინ არის სახელი, გვარი, აგერ მე არ ვიმალები, სახელიც ამაქვს, გვარიც ამაქვს, ჩანვარ კიდეც, ვლაპარაკობ ისე რომ არ ვიმალები და აი ეს ადამიანი აი ასე სახელსა და გვარსაც კი არ აწერს, ისე მწერს აი ამას. ეს ადამიანი სხვა ვიდეოებზეც მწერს ხოლმე ისეთ კომენტარებს, რომ აი უარყოფით, ასე ვთქვათ, უარყოფით. მე შევთავაზე მას, რომ ჩემთან შემოსულიყო დიალოგში, გვესაუბრა, ჩავწერდი აგერ ვიდეოს მასთან ერთად და გამოაქვეყნებდი ჩემს ამ YouTube არხზეც და ასევე Facebook-ზეც, რატომაც არა. მაგრამ ამ ადამიანმა უარი თქვა ამაზე. ეხლა მწერს, რომ 7 დღის წინ არის ეს მოწერილი, აი აგერ აქაც ჩანს, რომ შენ რომ მართალი კაცი იყოვო, თეოლოგსაც დაუმტკიცებდი შენს სიმართლესო. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, ვინ არიან ამათი გაგებით თეოლოგები, ვის ეძახიან ესენი თეოლოგებს, მე მინდა ერთ-ერთი მათგანი გაჩვენოთ, ეს არის გიორგი გვასალია. მისი ვიდეო მინდა მოგასმენინოთ, იმედის ეგრეთ წოდებული იმედის ტელევიზიაში ყავდათ ეს კაცი მიწვეული და იქ ისეთი რაღაცეები თქვა, რომ აქამდეც ვაპირებდი იმაზე საუბარს და ვიდეოს დადებას, მაგრამ აი ახლა მინდა რომ საგანგებოდ ეს ვიდეო ჩავწერო, განახოთ კონკრეტულად გიორგი გვასალიას აი ეს საუბარი რაც მან ტელეეთერით ისაუბრა და დაგანახოთ ბიბლიაზე დაყრდნობით, აი თავად ღმერთივე დაგანახებთ ბიბლიიდან რაოდენ სიცრუეს ლაპარაკობს თვითონ ეს გიორგი გვასალიაც და საერთოდ არ არის ეს კაცი და მისი კოლეგა სხვა ეგრეთ წოდებული თეოლოგები რომ დაირქვეს, მისი კოლეგები საპატრიარქოს ორგანიზაციის მსახურები რო არიან, ისინი საერთოდ არ არიან ავტორიტეტულები და აუცილებელია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ღმერთზე, ღმერთის სარწმუნოებაზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რომ თავად ღმერთის წერილიდან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია, სწორს ლაპარაკობს ეს კაცი თუ არასწორს და გიორგი გვასალიას შემთხვევა არის ზუსტად აი ასეთი, რომ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ხოლმე ბიბლიიდან ეს კაცი სწორს ლაპარაკობს თუ არასწორს. იმიტომ რომ ეს კაცი აგერ ტელეეთერის მეშვეობით ისეთ ტყუილს ამბობს, რაც ბიბლიაში სულ სხვა რაღაცა არის ჩაწერილი და ამ კაცმა სულ სხვა რაღაცა ილაპარაკა, დაამახინჯა ბიბლიიდან მოცემული ინფორმაცია და ეხლა მინდა რომ აი აგერ მოგასმენინოთ ამ კაცის გიორგი გვასალიას ვიდეო და შემდგომ ბიბლიაზე დაყრდნობით განვიხილო ეს კაცი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება. მოდით აი მოусმინეთ და დაელოდეთ ამ
განხილვას და მე მინდა რომ აი ამ ადამიანსაც დავანახო ვის ეძახის თეოლოგებს და ვის უსმენენ ესენი და საერთოდ რომ ესენი მოსასმენები რო არ არიან. არც ეს გიორგი გვასალია მოსასმენი და არც მისი კოლეგა ქადაგებლები და არც ეს ზოგადად მთელი საპატრიარქოს ორგანიზაცია თავისი შიო მუჯირითა და სხვა მღვდლებით იმხელა მოსასხამები რომ აცვიათ ამ სიცხეში იმისათვის რომ ადამიანთა გონება დააბნელონ აი ამით რომ ადამიანებს რაღაცა ესე იგი დიდი განცდები დაეუფლოთ ამათი სამოსელის შემხედვარე ამ სიცხეში მოსასხამებით რომ დადიან და აი და თელამბებში რო არიან ხალხის თვალის მისატაცებლად და მოსაჩვენებლად. კარგით, ახლა მოусმინოთ გიორგი გვასალიას საუბარს და დაელოდეთ შემდგომ ჩემს განხილვასაც ბიბლიაზე დაყრდნობით გადავამოწმოთ ერთად აი აგერ თქვენი თანდასწრებით გადავამოწმებ გიორგი გვასალია სიმართლეს იძახის თუ იტყუება. მოусმინეთ. ისრაელის ისტორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ძლიერ საინტერესო. როდესაც ისრაელი მიდის სამშობლოსაკენ, მოსი არის წინამძღვარი, ომზე იგებს, ამ ღირებულებით კონსტიტუციას იცავს ყველაფერი. და ერთ-ერთი მეფე მიხვდება, რომ მაინც და მაინც სამხედრო ძალით ისრაელს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ გამოცდილება ახსოვს 3-4 მეფის სიცის გადაუარა ისრაელს. და დაიწყებს მშელობას როგორ შეიძლება ეს ხალხი გავაჩერე, როგორ შეიძლება ამ ხალხს ვაჯობო. და მისცემენ ასეთ რჩევას, ახლა იქ ბევრი ისტორია მე არ მინდა ზოგადად ვყვები. მისცემენ ასეთ რჩევას, აი ამ ხალხს ღმერთი მოაცილეო და თავის თავს თვითონ გაინადგურებს და როგორ უნდა მოაცილო. გარყვანიო ეს ხალხი. აი აქ ქალები თუ გაირყვნებიან, სიწმინდის შემნახველი არ ეყოლება და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავენ, ამაკაცმა შეიძლება სიწმინდეს თავი გააწილოს, მაგრამ სიწმინდეს ინახავს დედა, ინახავს ქალი. ქალები ეს ხალხი გარყვანი. ეს გარყვნილება შეიტანი აქ და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავს, მაშინ ეს ხალხი თვითონ მოისმობს თავის თავს. ზუსტად იგივე რამეზე გვაძლევს მითითებას წმინდა წერილი, როდესაც ნოეს დღეებზე გველაპარაკება. ნოეს დღეებზე რატომ ამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ მაცხოვარი გვეუბნება, რომ თავის მეორედ მოსვლას ადრის ნოეს დღეებს. და თუ არ ვიცით რა არის ნოეს დღეები, ხო შეიძლება გავეკიდოთ პასპორტებს, ჩიპებს, რაღაც შტრიხებს და რაღაცებში დრო დავკარგოთ. ისეთში რაშიც არ უნდა დავკარგავდეთ წესი დროს, ხო? ნოეს დღეები რა არის? ნოეს დღეები დახასიათებულია ორი ნიშნით. ერთი არის ურწმუნოება და მეორე არის საყოველთაო გარყვნილება. საყოველთაო გარყვნილება. აი ამ გარყვნილების მიზეზზე ზუსტად ერთ მუხში საუბრობს წმინდა წერილი. ეს არის ის, რომ ის ცივილიზაცია, რომელიც ღირებულებითად მოწოდებულია იყოს სიმაღლეზე, ამ ცივილიზაციაში მრავლდებიან გარყვნილი დედები, ანუ დედა აღარ დარჩა, შვილის აღზრდელი. დედა აღარ დარჩა, ქალი აღარ დარჩა, რომელიც სიწმინდეს შეინახავდა. ერთი ნოეს ოჯახია დარჩენილი და კატასტროფული კატაკლიზმები დაატყდა მთელ სამყაროს თავზე. მაცხოვარი ამაზე საუბრობს. მაცხოვარი ამაზე საუბრობს, ეს ორი რამე, სიწმინდე, რწმენა. აი ეს ორი აღარ იქნება. ამორის არარსებობიდან ქალზე როცა გვაქვს საუბარი, აუცილებლად ეს მიზანი მიიღწევა სწორედ მაშინ, როდესაც ეხები რაღაც საცავს, რაღაც საგანძურს, რაღაც საოცრებას, როგორიც არის დედა, პატიოსანი წმინდა დედა. ამაში ძალიან დიდი საიდუმლო დევს. ამიტომ მე როდესაც დღეს მეუბნებიან რომელი საუკუნეა, ზუსტად ვიცი რატომ ამბობენ ამას. ზუსტად ვიცი რომ ამას ამბობენ, იმიტომ რომ ამ საუკუნეების შემდგომ ყველაზე მთავარი უნდა მოისმოს. სიწმინდის გააზრება უნდა მოისმოს, სიწმინდის საზომი უნდა მოისმოს. გიორგი გვასალიას საუბარს განვიხილავ პირველი ნაწილიდან. მოდი ვნახოთ ერთად მოაბის მეფემ სახელად ბალაკმა რა გააკეთა იმისათვის, რომ ისრაელიანები ცოდვაში ჩაეგდო. ბალაამ წინასწარმეტყველმა რა რჩევა მისცა ბალაკ მეფეს. მოდით წავიკითხავ ახლა პირდაპირ ბიბლიიდან და დაგანახებთ იმას, რომ ეს კაცი თეოლოგი კი არ არის, არამედ ბოდიალა კაცია, მატყუარა
კაცია და ორივე ნაწილში აი მის საუბარს ორ ნაწილად გავუყოფ. ორივე ნაწილში იგი იტყუება. პირველი ნაწილი ეს არის ესე იგი აი ეს ამბავი რაც შეემთხვათ ისრაელიანებს რომელზეც არასწორად ლაპარაკობს გიორგი გვასალია და ამახინჯა მან ის ამბავი ინფორმაცია და აქტიურად სულ სხვა რაღაცას იძახის გიორგი გვასალია და მეორე ნაწილი არის ეგრეთ წოდებული ნოეს დღეები, რასაც არასწორ განმარტებას უკეთებს გიორგი გვასალია და ამასაც ძალიან თვალსაჩინოდ დაგანახებთ ბიბლიიდან და ფაქტიურად ღმერთი დაგვანახებს და მე მხოლოდ ამაში ასე ვთქვათ აი მე ამაში მონაწილეობით მივიღებ მონაწილეობას რომ აი ამაზე ვისაუბრო. თორე სხვა მხრივ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონვე აიღოთ ბიბლია ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ და თვითონ ღმერთი დაგანახებთ აი ამას და მე არა ვარ აქ რაიმე ისეთი განსაკუთრებული რომ ჩემიდან იწყებოდეს სიმართლის დანახვება და ასე შემდეგ თვითონ ღმერთი გვანახებს ყველას სიმართლეს და აი თქვენც გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. მოდით ახლა გადავშლი აგერ გადავფუცლავ ბიბლიის ელექტრონულ ვერსიას და თქვენი თანდასწრებით ეკრანის ჩამწერის მეშვეობით წაგაკითხებთ რეალურად რა მოხდა, რა რჩევა მისცა ბალაამმა ბალაკს მოაბის მეფეს და რა მოხდა და მერე ამაზე რას იძახის თავადუფალი იესო ქრისტე. მოდით ვნახოთ. ეს არის ბიბლიის ერთ-ერთი ნაწილი, რიცხვი ქვია მას, რიცხვის 22 თავი. აი ახლა აქედან გამოვა, აი ასე უყურეთ ბიბლიის შემავალი წერილებია ეს წერილები, ეს არის ბიბლიის სარჩევი, ასე ვთქვათ. ბიბლია იწყება დაბადებით, დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვი. აი აქ რიცხვის დავაჭერ, აი ასე და დაბლა აქ ერთიანი რო არის დაწერილი თეთრი ფერით, აქ დავაჭერ და 22 თავში არის, აი აქედან იწყება იმ მოაბის მეფის ამბავი და რა მოხდება და როგორ მოხდება. ეხლა დაწვრილებით აი ასე მივყვები და განვიხილავ რომ აი თქვენ დაინახოთ რომ ეს გიორგი გვასალია არც თეოლოგია, არც ცოდნე ადამიანია და არც ის არის რა ქვია არც სიმართლის მოლაპარაკეა და არც თქვენი მოყარებელია და არც ქრისტიანია მით უმეტეს. ქრისტიანი რომ ყოფილიყო ეს კაცი ასეთ ტყუილებს არ იტყოდა და ამას რო თავი დავანებოთ, იგი საპატრიარქოს ორგანიზაციის მსახური არ იქნებოდა. წავიკითხავ ესე იგი აი აქედან პირველივე მუხლიდან რა ინფორმაციას გვაწვდის ღმერთი. დაიძრნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველზე, იორდანის გაღმა, იერიქოს ქვემოთ. დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს. დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე. უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს. ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს. ბალაკ ციფორის ძე იყო იმხანად მოაბის მეფე. გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობდა მისი ხალხის ქვეყანაში და დააბარა რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა. ახლა მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია და ვისაც წევლი დაწყევლილია. მართლაც წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხუცესები და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს, ეს ახლა ამას მე აღარ გავაგრძელებ.
ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, რომ როდესაც ბალაამი მივიდა ბალაკთან, ღმერთმა არინება ისრაელიანთა დაწყევლა და ბალაამსაც არ დართო ამისი ნება. მაგრამ ღმერთი უფალი იესო ჩვენ გვაჩვენებს, აიღურეთ აპოკალიფსი, ეს არის გამოცხადება, ეს მონიშნული მაქვს წინასწარ რომ უცბად ვიპოვნო, დავაჭერ ხა ამას. ეს არის ბიბლიის ბოლო ნაწილი, აპოკალიფსი იგივე გამოცხადება, რომელიც უფალმა იესომ დააწერინა მის მოციქულ იოანეს. მეორე, ესე იგი ამ აპოკალიფსის მეორე თავში უფალი იესო საუბრობს სწორედ იმ ბალაამზე, რა მოხდა იმ დროს. უყურეთ პერგამონის ეკლესიის ანგელოს მისწერეო ესო ეუბნებოდა უფალი იოანე მოციქულს, რომ ამას ამბობს ორლესული מחვილის მქონე, ვიცი რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენ შორის, სადაც სატანა მკვიდრობს, მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც ყავს მანდ ზოგიერთნი ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. ასევე შენც ყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს. მას შეინანე, არადა მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა מחვილით. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას და მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა. ხო, გასაგებია ეს ცოტა ბევრი წავიკითხე, რომ კონტექსტი გასაგები იყოს და ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. ესე იგი, უფალი ეუბნება პერგამონის ქალაქ პერგამონში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომ შენს წინააღმდეგო მცირეოდენი მააქვსო, რადგან ყავს მანდ ზოგიერთნი ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელიანთა ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. გიორგი გვასალია ამბობს იმას, რომ თითქოს ამ მოაბის მეფეს რჩევა მისცესო იმისა, რომ გაერყნა ისრაელიანთა ქალებიო, დედაკაცები, ესე იგი. მაგრამ სინამდვილეში იქ მასეთი რაღაცა არ წერია. პირიქით, მამაკაცების გარყვნაზეა მან ლაპარაკი, პირდაპირ, ესე იგი, მრუშულ გარყვნილებაზეც არის პირდაპირ, რომ ესე იგი ისრაელიან მამაკაცებს ემრუშათ მოაბელ ქალებთან და ამავე დროს მანდ არის უფრო მეტი აქცენტი, ასე ვთქვათ, გაკეთებული სულიერ მრუშობაზე, როდესაც იმ ისრაელიანმა მამაკაცებმა ღმერთს უღალატეს და აი ამას თვითონ უფალი იესო მოიხსენიებს იოანესთან ლაპარაკში და მოდით ახლა ვნახოთ კონკრეტულად აბა რას გვატყუებს გიორგი გვასალია. არ მოვატყუებინოთ თავი, აგერ ბიბლია გვაქვს, ბიბლია არის ხელმისაწვდომია და ნუ მოვატყუებინებთ თავს ამ მატყუარ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას, ან სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, ან თავის კუჭს, თავის მუცელს, ბოლო-ბოლო ეშმაკს და ისინი არ არიან ღვთისმსახურები და ისინი არ არიან ადამიანთა მოყვარულები. ადამიანთა მოყვარული ის არის, ვინც თვითონაც მისდევს ღვთისმცნებებს, უფლის სწავლებას მისდევს და ადამიანებსაც იგივე სასწავლის. აი ეს არის, აი ასეთი ქრისტიანი არის ღვთისმოყვარულიც და ადამიანთა მოყვარულიც. მოდით ახლა ვნახოთ, რას გვასწავლის ჩვენ
ღმერთი, რა მოხდა ამ მოაბელებსა და ისრაელიანთა შორის. ეს არის რიცხვთა წიგნის 25 თავი და აი აქედანვე პირველივე მუხლიდან წავიკითხავ და მოდით ვნახოთ რაზე აქ ლაპარაკი. როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან. დააკვირდით ამას, მოაბელ, ესე იგი ისრაელიანი ქალები კი არ უნდა გაერყნა ბალაკს ამ მოაბის მეფეს. არამედ პირიქით აქ მამაკაცებზეა ლაპარაკი, რომ ისრაელიანი მამაკაცები გარყვნილებას ეწეოდნენ მოაბელ ქალებთანო. აქ მამაკაცებზეა ლაპარაკი, ისრაელიან მამაკაცებზეა ლაპარაკი და არა ქალებზე. ეს იმთავითვე ცხადყოფს გიორგი გვასალიას ბოდიალობასა და ტყუილს. გავაგრძელებ ახლა, ნახოთ. ესე იგი, როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან. და რა გარყვნილება იყო ახლა ეს? იწვევდნენ ის ქალები, ესე იგი ეს მოაბელი ქალები, იწვევდნენ ხალხს, ისრაელიანებს, თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. ხედავთ? შეეთვისა ისრაელი ბაალ ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ. დააკვირდით, ეს ბაალ ფეღორი იყვნენ აი მოაბელების ცრუღთაებები იყვნენ. ნახეთ, აქ არის მოცემული, რომ მოაბელი ქალებიო ხალხს, ესე იგი ისრაელიან მამაკაცებს იწვევდნენო თავიანთი ღმერთების დღეობებზეო. ესე იგი მათში იყო გავრცელებული ეს მრავალღმერთიანობა, ოღონდ ისინიც კი ცრუ ღმერთები იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს ბაალი და ბაალ ფეღორი როა მოხსენიებული, ისინი ცრუ ღვთაებები იყვნენ და აი იმ ცრუ ღვთაებათა დღეობებზე იწვევდნენ მოაბელი ქალები ისრაელიან მამაკაცებს და ისრაელიანი ხალხი ჭამდა მათ საკლავსო და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებსო. კონკრეტულად აი თავიანთი ცრუ ღვთაებების დღეობებზე თავიანთ ცრუ ღვთაებებს სწირავდნენ მსხვერპლს, სხვადასხვა ცხოველებს კლავდნენ, მსხვერპლად სწირავდნენ ამ ცხოველებს და აი მსხვერპლ შესაწირის ხორცს ჭამდნენ ისრაელიანი მამაკაცებიო და თაყვანს სცემდნენ მოაბელთა ღმერთებსო და ზუსტად ამაზე ლაპარაკობს მერე აგერ გადავალუცბად აპოკალიფსში უფალი იესო, როცა მიმართავს პერგამონის ქრისტიანულ გაერთიანებას და ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ მააქვსო შენს წინააღმდეგო მცირეოდენიო, რადგან ყავს მან ზოგიერთნი ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. აი, კერპთათვის შენაწირი ეჭამათ და ემრუშათო. და ზუსტად აი ამაზეა ლაპარაკი, რომ იწვევდნენ ის ქალები, მოაბელი ქალები ხალხს თავიანთი ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. შეეთვისა ისრაელი ბაალ ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ. ესე იგი ეს უფალი ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი და ნამდვილი ღმერთია, ხოლო ის ბაალ ფეღორი ისინი ცრუ ღვთაებები იყვნენ, ბაალი ცრუ ღვთაება იყო და როდესაც ისრაელიანები შეეთვისნენ ბაალ ფეღორს, ამის გამო უფალი რისხვით აინთო ისრაელის მიმართ. შემდგომ ამისა შეხედეთ, უთხრა უფალმა მოსეს:
აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან. დააგვირდით ახლა იმ ესე იგი როგორც ჩანს ისრაელიანთა თავკაცების ბრალიც იყო ასე ვთქვათ, რომ აი ასეთი რამ დაავალა უფალმა მოსეს, რომ აიღეო და ჩამოუკიდე უფალსო მზისითო ხალხის ყველა თავკაციო და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგანო. უთხრა მოსემ ისრაელის საჯულებს, რომ მოკლასო თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ ფეღორს არიან შეთვისებულნი აქ აკლია არიან უნდა ეწეროს და აქ ხარვეზია არაუშავს. ესე იგი მოსემ უთხრა ისრაელის საჯულებს, რომ მოკლასო თითოეულმა თავისი კაცებიო, ვინც კი ბაალ ფეღორს არიან შეთვისებულებიო. და ამ დროს დააკვირდით ახლა რა მოხდა. აი მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ, ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ. დაინახა ეს, აი ყურეთ ამ დროს, როდესაც ისრაელიანი მამაკაცები დადიოდნენ მოაბელ ქალებთან და მათ ცრუხთაებებს ეთაყვანებოდნენ, ამის გამო ეს ღვთის მორწმუნე უფლის ერთგული კაცები იყვნენ სადღესასწაულო კარავთან და ტიროდნენ აი იმ ცოდვის გამო, რაც ისრაელიანმა მამაკაცებმა ჩაიდინეს და აი ასე რომ უთხრა ღმერთმა მოსეს, რომ თითოეულმა მოკლასო თავისი კაცები, ვინც კი ბაალ ფეღორს არიან შეთვისებულნიო და ესე იგი აი ამ დროს ერთ-ერთი ისრაელიანი მოვიდა და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ. წარმოიდგინეთ, ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ. დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის ელიაზარის ძემ ფინხასმა. წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა, დაიჭირა, შეხვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს ისრაელიანს და ქალს მუცელში და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. გაწყდა განადგურების დროს 24,000 კაცი. გასაგებია ხო აქ რაც არის მოცემული. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ფინხასმა აარონ მღვდლის ძის ელიაზარის ძემ აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურითო. ესე იგი უფლის რისხვა ამ დროს ანადგურებდა ისრაელიანებს და ამ დროს ესენი ტიროდნენ და როდესაც ერთ-ერთი ისრაელიანი მოვიდა და ეს უცხოელი ქალი შეიყვანა თავის ოთახში, რომ მასთან დაწოლილიყო ისრაელიანების თვალწინ, მოსეს თვალწინ. ამ დროს ფინხასმა ელიაზარის ძემ შუბით განგმირა ის მემრუშე ისრაელიანი და ის მიდიანელი ქალიც და ამ დროს შეწყდა ღვთის რისხვა ისრაელზე და ღვთის რისხვამ გაანადგურაო 24,000 კაციო. ამ დროს აი ამ ბაალ ფეღორის ცოდვის გამო, რაც ცოდვითაც შესწოდეს ისრაელიანმა მამაკაცებმა. ის გიორგი გვასალია ამბობს, რომ ისრაელიანი ქალები უნდა გაერეყვნაო ეს რჩევა მისცესო ერთ-ერთ მეფესო. იგი ლაპარაკობს მოაბის მეფესზე, ეგეც არ ახსოვდა ალბათ ვიზე იყო ლაპარაკი და
საერთოდ ეს სიუჟეტი როგორც ჩანს ამ კაცს არ ახსოვდა და ისეთი რაღაცები იბოდიალა. მე ესე ვფიქრობ, რომ ამ კაცს არ ახსოვდა ეს. მაგრამ შეიძლება ახსოვდა და სპეციალურად დაამახინჯა. მე არ ვიცი, მაგრამ მე უფრო ვიფიქრე, რომ ალბათ გიორგი გვასალიას ეს ადგილი არ ახსოვდა, ოდესღაც ამოიკითხა და მე აი ასე ტელევიზიაში მიიწვიეს ეს კაცი და წარმოიდგინეთ იქ ასეთ რამეს ბოდიალობს, ხო? მომზადებლად აი ასეთ რამეს იძახის და პრინციპში ამასაც რო თავი დავანებოთ, ფაქტია რომ ეს კაცი იტყვება. სინამდვილეში ქალების გარყვნაზე არ იყო ლაპარაკი აქ. სინამდვილეში იყო თვითონ ისრაელიანი მამაკაცების სულიერ გარყვნაზე, რომ მიდიანელი და მოაბელი ხალხის ცრუხთაებებისთვის ეცათ თაყვანი და მოაბელი და მოაბელ და მიდიანელ ქალებთან დაეჭირათ სექსუალური კავშირი და ორმაგად ემრუშათ, ესე იგი, ორმაგად. გავაგრძელებ ახლა აი ამ ამბის წაკითხვას გარკვეულ დრომდე და მიადევნეთ თვალი თქვენს. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ფინხასმა აარონ მღვდლის ძის ელიაზარის ძემ აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით. ამიტომ უთხარი. მოსეს ეუბნება ღმერთი, რომ ფინხას უთხარიო. აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას. იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად, იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება. სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი. სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის, მიდიანის მოდგმისა იყო იგი. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ემტერეთ მიდიანელებს და მუსრიავლეთ, რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დიდ, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავს დამტყდარი განადგურების დღეს. აი ეს არის ხალხო რეალური ისტორია, რაც ბიბლიაშია მოცემული და ეს გიორგი გვასალიაზე თუ ვინმეს აქვს დიდი წარმოდგენები, რომ ეს კაცი არის თეოლოგი და მცოდნე და ამას უნდა ვუსმინოთო და რაღაცაო, თქვენ ძალიან ცდებით. ყველა რელიგიურ ორგანიზაციას ყავს თავისი ეგრეთ წოდებული ქადაგებლები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი ორგანიზაციის სწავლება, ცრუ დოქტრინა გაამყარონ ადამიანთა წარმოდგენებში, ადამიანთა გონებაში, ასე ვთქვათ, რომ ისე ილაპარაკონ, რომ ადამიანებს თავიანთი თავი მოაწონონ. ჯერ ერთი უფალი არ იწონებს თუნდაც სექსუალურ გარყვნილებას, გინდა ქალი იყოს და გინდა მამაკაცი იყოს, ორივე შემთხვევაში უფალი კრძალავს მრუშობას, სიძვას, ქალმაც და მამაკაცმაც წმინდად უნდა შეინახოს თავისი სხეული და ურთიერთობა მხოლოდ უნდა იქონიოს მეუღლესთან. ცოლ-ქმარს შორის არის დაშვებული სექსუალური კავშირი და რა თქმა უნდა ამასაც გვასწავლის ჩვენ ღმერთი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაზეც ლაპარაკობს გიორგი გვასალია, ეს არის ტყუილი და აი აგერ გამოჩნდა ღმერთი ამხელს თვითონ გიორგი გვასალიას, ღმერთი ამხელს მას თავისი წერილის მეშვეობით, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბალაამმა მოაბის მეფე ბალაკს რჩევა მისცა არა იმისა, რომ ისრაელიანი ქალები, დედები, ესე იგი დედაკაცები გაეყვნა, არამედ მისცა რჩევა იმისა, რომ ისრაელიანი მამაკაცები
გაერყნა სექსუალური მრუშობითაც და აიმით პირველ რიგში იმით რომ ისრაელიანი ესე იგი მიდიანელის მოაბელი და მიდიანელი ქალები იწვევდნენ ისრაელიან მამაკაცებს მათი ცრუ ღვთაებების დღეობებზე რათა იმ დღეობებზე დაკლული ცხოველთა ხორცი ეჭამათ ისრაელიან მამაკაცებსაც და თაყვანი ეცათ ამ ცრუ ღვთაებებისთვის. ეხლა აქ ბიბლიაში ჩაწერილია რომ მოაბელი ქალები იწვევდნენო ისრაელიან მამაკაცებს, მაგრამ იქ ასევე ჩაწერილია მიდიანელ ქალებზეც და კონკრეტულად ის ქოზბი, ვინც არის მოხსენიებული, ის მიდიანელი იყო და ფაქტიურად ეს მიდიანელმა და მოაბელმა ქალებმა შეაცდინეს ისრაელიანი მამაკაცები და მათთან როგორც ჩანს სექსუალურადაც შეერწყნენ, ასე ვთქვათ, ისრაელიანი მამაკაცები მიდიანელ და მოაბელ ქალებს და ამავე დროს პირველ რიგში, რის გამოც უფალი იესო აკრიტიკებს მათ, ეს არის ის, რომ ამ ბალაამმა ასწავლა ბალაკს, რომ საცდური დაედო ისრაელიანთა წინაშე, რომ ისრაელიან მამაკაცებს ემრუშათ და ეჭამათ მათი ცრუ ღვთაებების, იგივე კერპებისთვის შესაწირავის ხორცი და ეს იყო მრუშობა იყო იმ გაგებით, რომ ისინი ღმერთს ღალატობდნენ და ასევე პირდაპირ გაგებითაც ისინი მრუშობდნენ. აი აგერ ისრაელიანი მამაკაცი სიმონის ტომიდან სახელად ზიმრი ფაქტიურად მიდიანელ ქალს სექსუალურადაც კი დაუკავშირდა, ასე ვთქვათ, რაც აკრძალული ჰქონდა უფალს ისრაელიანებისთვის. ღმერთმა იმთავითვე უთხრა ისრაელიანებს, რომ უცხოელი ქალები არ მოეყვანათ ცოლად და მათ არ შეთვისებოდნენ და ამავე დროს წინასწარ უთხრა ისრაელიანებს, რომ იმ უცხო ხალხების ღმერთებისთვის თაყვანი არ ეცათ და არ გაჰყოლოდნენ მათ, რაც დაარღვიეს ისრაელიანებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ასევე სხვა შემთხვევებშიც. ეხლა იმას მე არ გავაგრძელებ. ეხლა მე მინდა მეორე ნაწილზე გადავიდე, სადაც გიორგი გვასალია ლაპარაკობს ნოეს დღეებზე, რომ და ამბობს იგი იმას, რომ სიწმინდესო ინახავსო ქალიო, კაცმაო, მამაკაცმაო შეიძლება სიწმინდისთვისო თავი გასწიროსო, მაგრამო შემნახველიო სიწმინდისა არისო ქალიო, თუნდაც იმ გაგებით, რომ ქალი ზრდისო შვილსო, მაგრამ ეს იმთავითვე ტყუილია, იმთავითვე არ შეესაბამება ღვთის სწავლებას, იმიტომ რომ ღვთის უფალ იესო ქრისტეს სწავლებით ქრისტეში აღარ არის განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, არამედ ქრისტიანები თანასწორნი არიან და იმთავითვე თუნდაც ძველ პერიოდშიც ასე არ იყო, რომ ქალები ინახავდნენ სწორ რწმენას, სიწმინდეს, ეს ასე არ არის და ეხლა მე მინდა პირდაპირ ნოეს ისტორიიდანვე ვიხემძღვანელო, რაც ღმერთმა მოგვაწოდა ბიბლიაში და თქვენ აგერ წაგაკითხოთ, მართლა ასეა, როგორც გიორგი გვასალია ლაპარაკობს, თუ სხვა რამეშია საქმე და სინამდვილე სულ სხვა რაღაცა არის და რეალურად გიორგი გვასალია ამ თვალსაზრისითაც იტყუება, ამ კუთხითაც და საერთოდ ასეთი მატყუარა კაცი, რომელიც ამდენ ტყუილს იძახის ამ სულ რაღაც სამწუთიან ვიდეოში, დიდი არ არის ხო ეს ვიდეო,
ამ კაცს რაღა უნდა ვილაპარაკოთ და როგორ უნდა დაუძახო ამ კაცს თეოლოგი და მით უმეტეს როგორ უნდა გქონდეს ამ კაცისამდმი რაიმე ესეთი განწყობა რომ აი მოусმინო და რაღაცა. მოდით ახლა ბიბლიაშივე ვნახოთ ღმერთი რას გვასწავლის ნოეს დღეებზე და კონკრეტულად ნოეზე. მოდით ვნახოთ. წავიკითხავ დაბადების მე-6 თავს. მე-6 თავიდან აი ამ ამონარიც რა წერია აქ ნოეზე და ნოეს დღეებზე. შეხედეთ პირველივე მუხრიდან მივყვები და თქვენც მიადევნეთ თვალი. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო იგივე ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ აქ მზოგს გონია, რომ საუბარია ანგელოზებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ და ადამიანთა ასულებთან იქონიესო სექსუალური კავშირი, რაც შეცდომა ანგელოზებს ეს არ შეუძლიათ. ტყუილია ამაზე იესო ლაპარაკობს, რომ ანგელოზები არ მრავლდებიან. და ამავე დროს იოანეს სახარების პირველივე თავში თვითონ ქრისტიანები მოხსენიებულნი არიან ღვთის შვილებად, ესე იგი ღვთის შვილში შეიძლება მოიაზრებოდეს ჩვეულებრივი კაცი, ქალიც ასევე, ვინც ღვთის მორწმუნეა და ვინც ღვთის სიტყვას მიჰყვება. და იმ დროსაც ნოეს დროს იყვნენ ისეთი კაცებიც და ქალებიც და ზოგადად ესე იგი კაცობრიობის ერთი ნაწილი იყო ისეთი, რომელიც იყო ღვთის მორწმუნე, რომელიც ელოდებოდა ცოდვისგან გამომსყიდველი მხსნელის მოსვლას, ესე იგი იესო ქრისტეს მოსვლას, რომელზე წინასწარმეტყველებაც აგერ ედემის ბაღშივე გაჟღერდა. და ვინც ამ მხსნელის მოსვლას ელოდებოდა და ვინც ღვთის მორწმუნე და მოიმედე იყო, ისინიც იწოდებოდნენ ღვთის შვილებად. ხოლო ადამიანებად აქ რო არის საუბარი, რომ ადამიანება გამრავლება იწყესო დედამიწაზე, აქ საუბარი არის კაცობრიობის მეორე ნაწილზე, იმ კაენის შთამომავლებზე, რომლებიც ღვთის სიტყვას არ მიჰყვებოდნენ, ღმერთს არ უჯერებდნენ და მოხდა ისე, რომ ისინი რომ გამრავლდნენ და კაცობრიობის მორწმუნე ნაწილი რომ შეხვდა იმ ასე ვთქვათ ღვთის ურჩ ადამიანებს, კაენის შთამომავლებს, მათი ასულები მოეწონათო და ნახოთ ახლა რა მოხდა. ესე იგი მათ ღვთის შვილებს ღვთის შვილებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. და ამის შემდეგ დაიწყო ბოროტების გამრავლება მიწაზე. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი, იყოს მისი ხანი 120 წელი. ესე იგი ღმერთმა 120 წელი მისცა ვადა ადამიანებს მონანიებისთვის და მობრუნებისთვის, რომ აგერ ამ დროს ნოე ქადაგებდა ადამიანებში და გავაგრძელებ ახლა. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერნი იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. ბიბლიის ზოგ თარგმანში ჩაწერილია არა ბუმბერაზები, არამედ გმირნი. აქ საუბარი არის, როგორც ჩანს, მეომრებზე, ალბათ მეომრებზე უნდა იყოს ლაპარაკი. და აქ ჩაწერილი ასეთი რამ, რომ ბუმბერაზები იყვნენო იმ ხანებში ქვეყნადო და მას მერეცო,
როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან. ესე იგი, ღვთის შვილები სანამ ადამიანთა ასულებთან დაამყარებდნენ ამ სექსუალურ კავშირს, მანამდეც იყვნენ ეს ბუმბერაზებიო და მას შემდეგაცო და ესე იგი აქ საუბარი არ არის აი იმაზე, რომ როცა ღვთის შვილები შევიდნენ ადამიანთა ასულებთან, მათ ეყოლათ აი ეს ბუმბერაზები და რაღაცა. აქ მაგაზე არ არის ლაპარაკი. მანამდეც იყვნენ ეს ბუმბერაზებიო და მას მერეცო, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამ ქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულის თქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად და შეწუხდა. თქვა უფალმა, მიწის პირისაგან აღუღვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცისფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ამბავი ნოესი. მართალი სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში. ღმერთთან დადიოდა ნოე. შვა ნოემ 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეთი. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაეყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს, მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით და აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. გაიკეთე კიდობანი ურთხელისაგან. ხო, ამას ახლა აღარ წავიკითხავ. გავრჩერდები. აი აქ, ახლა დააკვირდით ამას. გიორგი გვასალია ამბობს, რომ სიწმინდესო ინახავსო ქალიო, კაცმა შეიძლება, მამაკაცმა შეიძლება სიწმინდისთვის თავი გასწიროსო, მაგრამ ქალი ინახავსო სიწმინდესო. საერთოდ ეს სიტყვა სიწმინდე, ეს კაცი რო ლაპარაკობს, რაზე ლაპარაკობს, გაუგებარია. ჯერ ერთი. ნორმალურად ვერც ლაპარაკობს ეს კაცი. მაგრამ ერთი რამ ძალიან ცხადად არის გასაგები ბიბლის აი ამ ადგილიდან, რომ აი აგერ ნოე მამაკაცი იყო, ქალი არ იყო. და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება გიორგი გვასალიას ბოდიალს და გიორგი გვასალიას სიტყვებს. ნოე მამაკაცი იყო და მხოლოდ ნოეს ეპოვნა უფლის თვალში მადლიო. აქ საუბარი არ არის ნოეს ცოლზე, ან ნოეს რძლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ნოესთან ერთად კიდობანში გადაარჩინა ნოეს ცოლიც, ნოეს ვაჟებიც და ნოეს ვაჟების 3 ცოლი, ესე იგი ნოეს 3 რძალი. მაგრამ აქ საუბარია ნოეზე, რომ მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალშიო. და თუ სიწმინდის შემნახველი მამაკაცი არ არის, მაშინ ნოემ როგორ შეინახა ღვთისადმი სწორი რწმენა, სიწმინდე, ესე იგი და როგორ იყო, რომ მხოლოდ ნოემ იპოვნა მადლი ღვთის თვალში. ესე იგი აი აქედანაც ჩანს, რომ გიორგი გვასალია ბოდიალობს, იტყუება და საერთოდ ამ კაცს ვიღაცები როგორ ეძახით თეოლოგს და როგორ გჯერათ ამ კაცისა და ამისი კოლეგებისა, ეს ჩემთვის ძალიან, ასე ვთქვათ, გაუგებარია, როგორ გჯერათ აი ამათი. გაუგებარია პირობითად, მაგრამ მე ვიცი ის, რომ ვინც თქვენგან ვინც ბიბლიას არ სწავლობთ, თქვენ ბევრი რამის ისედაც გჯერათ. აგერ არიან ადამიანები, რომ საერთოდ აგერ ნარიმან მაქარაშვილის სჯერათ და ვისი აღარა სჯერათ და ამ თვალსაზრისით არ მიკვირს, მაგრამ მიკვირს აი იმ ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ
ნასწავლი ვარო და აქვს პრეტენზია იმისა, რომ ბიბლიას კითხულობს და თუ ასეთი ადამიანი იტყვის გიორგი კვასალიაზე, რომ აი ეს მცოდნეაო და თეოლოგიაო და ასე და ისეო, აი ამ ადამიანისა გამიკვირდება და გამომეხმაუროს ასეთი ადამიანი და დამელაპარაკოს, აი რატომ სჯერა გიორგი კვასალიასი, რომ ეს ჩემი გაკვირვება, ასე ვთქვათ, ხო, რომ მიკვირს, ხო? გამარკვიოს, აბა, რაშია საქმე. რატომ სჯერა ამას? ასეთ ადამიანს გიორგი კვასალიასი და ნახოთ, აბა, ეს ჩემი გაკვირვება გამიქარწყლდება თუ არ გამიქარწყლდება, რომ გავერკვე აი ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, აი ამ მდგომარეობაში, რატო არიან ასეთი ადამიანები ნდობით გამსჭვალულნი გიორგი კვასალიას მიმართ.